კეთა დავიწყეთ. საკეთებს შენ მოგესალმებით, ჩვენ ვართ სამი მეგობარი. ვიცი რომ სწორედ ამ დასაწყისეულით, მაგრამ დღეს ვიდეოში მხოლოდ ორი მეგობარი იქნებიან, გიორგი და ბექა. მათ მოუწევთ რომ ერთი და იგივე დავალებები შეასრულონ, მაგრამ ერთს ექნება 100 ლარი, მეორეს კი 10 ლარი. აი ვის ექნება 100 და ვის ექნება 10, ამას ახლავე გავიგებთ. მოკლედ ეხლა გიორგი ააგდებს მონეტას და მონეტის აგდების შემდეგ ვისაც შეხვდება არიოლი, მას ექნება 100 ლარი და შესაბამისად ვისაც შეხვდება რეშკა, მას ექნება 10 ლარი. კარგად ააგდე. ბეკას ისევ გამოვარდო. გიორგის კი დღეს 10 ლარად მოუწევს თავის გატანა. დავალება ნომერი 1. ვახშამი. აუცილებელი მოთხოვნა სუფრაზე იყოს 1 სახის ალკოჰოლური სასმელი და 1 კერძი. დავალება ნომერი 2. გავლამაზე დღე რენდომ მოქალაქეს შენი ბიუჯეტის გათვალისწინებით. დავალება ნომერი 3. შეარჩიეთ ადგილი და წადით 1 ინსტაგრამული სტორის გადასაღებად. ეხა წავედით მეგობრებო, ვნახოთ რა შევძლებ. რას ვიპოვი, რომ ყველაზე იაფად ჭამო. და შემდეგი დავალები შესრულებლად თაც მეყოს ბიუჯეტი. შემს ბავშვობაში აქ ადრე იყო ხოლმე რაღაცა საცხობი. შატავებზე რო დავდიოდით ხოლმე და ვნახოთ ეს ობიექტი ისევ თუ არსებობს და ისევ თუ იგივე ფასები არის, წესით გამიმართლებს. ეხა ენაყოლება კანდარიას, მეტასად მიდის ახლა. მოჭდება რამე ლაქშერში. შაუკვეთავს შაუღვინოს. სალატს. კანდარიაში ხამად გექცეს. რასაც შეჭამ. ასე წეს მარა. მოკლედ მე მივიდივარ ახლა ჩემს საყვარელ ადგილას იმისთვის რომ ჩემი ფინანსებით, ანუ ჩემი 100 ლარით ვჭამო და მგონი ძალიან კარგად შევჭამ. მე არ ვიცი გიორგი ასაკეთებს სად არის და საერთოდ ჭამა, არ ჭამა, დალია. წამოდი ბოლოში უნდა იყოს როგორც მახსოვს და თუ არ არის მე მოგვიწევს რომ კიდე რაღაცა იაფასიანობები ვეძებოთ. ტუალეტიც კი არ იღებს. აგი მოვედით, მაგრამ დაკეტილი არის ჩემი საცხობი. და კარტოფილის ღვეზარს შევჭამდი 2 ლარად. შემოვიარე მაღაზიაში სასმაზე ხალხო და უბრალოდ ფასებს შეხედეთ. ანუ 10 ლარადაც კი არ არის რამე. ნაკამბიო დალია და მგონი აპთიაქში შევა სამედიცინო სპირტზე. ეხა იცი რა მინდა? თუ ვიპოვი პატარა მოცულობის სპირტი არის სასმელები როა. ოღონდ არ მახსოვს წესით ეგეც რადგან ესეთი არის რა. შეიძლება კიდე უფრო ზვირი ყერდეს და ვნახოთ. ვფიქრობ რომ დავლევ Twitch-ს. ეხლა მართლა მაინტერესებს გიორგი სად არის ხალხო. გამარჯობა. ეს ალკოჰოლურ სასმელებში პატარა ყველაზე იაფიანი რა გააქვთ? რა ღირს აქ? 5 ლარი. მომეცეთ, მაგას ავიღებ. 5 ლარად საქართველოს გადავიხდე. დარჩენილია ბიუჯეტში 5 ლარი. არ გამოვაჩენთ, ესეთ პატარა დასალევი გვაქვს, მადლობა. ალკოჰოლი გვაქვს მოკლედ და ლოთურში ვარ რა. ბეკას რა ენაყოლება და ნახოთ მაინტერესებს ის რას აკეთებს პარალელურად. მოკლედ მეგობრებო მოვიდა ჩემი შეკვეთა და მინდა გითხრათ რომ ბედნიერების სუნია გახუნ მართლა. ბედნიერების გემოცხონია და ამ ჭიქით გიორგის გაუმარჯოს, სადაც არის როგორც არის თავისი 10 ლარით აი ამ არაჩვეულებრივი ტვიშით გაუმარჯოს. საოჯახო სამზარეულო არის თავისუფლებას რაც გამახსენდა და ვარადრინამ ყოფი. და ვნახოთ, გამარჯობა. აჩმა რა ღირს? 3 და 50. კაკრას სასმელი გვაქვს, ერთი აჩმა ავიღოთ და მე საჩუქარზე ვიმტრიოთ თავკისები. დარჩენილი გვაქვს ანგარიშზე ლარი და 50. საჩუქრის ფული. ეხლა გამოვედით, რეალურად ობიექტს ვეღარ დავჭექი. რომ მეჭამა
და ვეძებ ადგილს სავარაუდოდ სკვერს ალბათ, რომ ცოტა ბომჟურ პონჩი ჩამოვჭდე. კეთილი გულით, სუფთა სულით. აქ მეგობრებო, სასწაულის სული კი აქვს. ვანა? დიალოგს დავაგებოთ. ამ სასმლით გრუნელებო დაგლოცავთ თქვენ და ჩვენს ლექტორს გიორგის გაუმარჯოს. ხო, წამალი მაქვს დალეული და პიზდეცი მაქვს. ამას მე ხა გიახლებით ყელი ძაა ჩამწვა. ღმერთო, ხო ხედავთ რა სიტუაციაში ვარ. კაი ლოცივით არაყი მაქვს, აჩმა მაქვს, საჩუქარი საყედელი მაქვს და განტარიას ლაქშერი რა შვება ეხა სადაა? მე კებეთ. მომწონდა სალატი. ხორცი ძალიან კარგია. ბოსტნეულიც არაჩვეულებრივი соуსი აქვს. რა ვიცი, ყველაფერი არის მშვენიერი. ეხლა მე გადავიღებ ფოტოს და გიორგის გაუგზავნი, რომ ცოტა უფრო დავძაბოთ მივწერე. ფოტოს ჩაუგდე და ნახოთ ვაფშე, ნახავს თუ არ და რა რეაქცია ექნება. მაგრამ მოდი მეგობრებო, ყველაფერმა ესე რო არ ჩაიაროს, არ ვაპირებ რომ შევარჩირო მაგას ეგეთი ლაქშერული ცხოვრება დღეს და მოულოდნელად დავადგეთ. კარახებს. მოვედით ახლა და ვიცი რომ ბექა უნდა იყოს ამ ლოკაციაზე სადღაცას და წესით სადღაც აქ უნდა იყოს ვერანდაზე გამომჩნდარი და რაღაცა ნამეტანი ლაქშერი ცხოვრება არჩია მან ასლარას და რა ვიცი ყველაფერი არის მშვენიერი. როგორ გამიმარჯვე? უსვერ და ფაიმე. ერთი წუთი დამყაროს საქმეა. ხალხი დაჯდა ხედავ პროსარო აი აქ რა გინდა? ხალხზე ვერ დაბადე და თავზე ვერ აქ რა გინდა? შენ 10 ლარით არ ხარ წასული? მოინდომე ტვიში დალიე და კიდე უგემრიელი სალატს მივით მე. უგემრიელი სალატს მივით. ჩემი სასმელი შენ მოინდომე ტვიში დალიე. საკეთებს. ვებსაკეთებს, ეს არის შენი და ეს არის ჩემი რა. საკეთებს. ერთი წუთი. ხავხნო. სალატის ფოტოები. სალატის ფოტოები უყვარს. გიორგი, ეს ჩემია. უგემრიელი საქონლის შემწვარი ხორცი იყო. უჭამ, მომეცი კაცო, ეს არის ჩემი. მე მომიტანეს ეს სალატი და ეს ღვინოს და საერთოდ რა უნდა, რატომ მოვიდა ეს აქ, ვერ გავიგე. არ არის, კარგი გაანებე, ეს არის შენ. 10 ლარი რაში იმყოფინე, აქამდე რომ მოსულიყავი და ჩემი საჭმელი და სასმელი გაგეყო? ეხა ცოტა ჩავაშხავე, ცოტა დავნაყდები. ღირსი ხარ? ჩემი ასეთ უკვე ჩავაშხავე, მაგრამ არ იმჩნევ. ხახტო, შემიჭამა სალატი, გამილია ღვინო. დაიხადე ყველა. სალატი ღირდა 27 და 90 და მტვიში ღირს 16. ჯერა გადამიხდია, ვინ დამაცადა, მაგამდე მისვა რომ გადამეხადა. მოკლედ მართალია ჩვენ ამ ეპიზოდში ერთმანეთს ვეჯიბრებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მოდი ჩვენ არხს გავუმარჯოს. ამ ჭიქით ჩემიკა. ეს მაიკა რატო გაცვია? სხვა მაიკა ხო გაცვა? ამეთ ცხინი. დაჭამე? აჩმაც. ამეთ ჩამომეწვა, თელი ცხინი. ჩასაღაც იყვები, მაგრამ თელი გზაც ხუბავ თვარი მისვარე და ეხაც რაღაცა ვერ ვარ. წყალი გინდა? საფეხურში შევა და წყალს სოფოს მივიხო. აი ჩემი ბიუჯეტის ნახევარი უკვე გაქრა. კი ვღადავდი გიორგიზე, მაგრამ გაქრა, იმიტომ რომ გადავიხადე 51 და 80 და დარჩენილი მაქვს 48 ლარი და 20 თეთრი. მოკლედ ეხა დამჩა მეორე დავალება შესაძლებელი. მოკლედ ეხა დამჩა მეორე დავალება შესაძლებელი რომ ერთი ადამიანი, უცხო ადამიანი გავახარო და ამიტომ მე ხა ვიყიდი ერთ სალვარდს და შევეცდები რომ ჩემი მეორე დავალებაც შევასრულო. გამარჯობა, ერთი ვარდის შეძენა მინდა. რამდენი უნდა გადმოგირიცხოთ? 10. მადლობა დიდი. თან გამომდინარე რომ ლარ ნახევრად. აი ამ თანხად. შოკოლადი და შოკოლადიც კი ვერ ვიყიდე. გადავწყვიტე ვიღაცას, გურსფელი იყოს, რაც მთავარია. პატარა საყვარელ წარწერას დავწერ და ვაჩუქებ და იმედია რომ გაუხარდება, ვინც იქნება ჩემი რჩეული.
გამარჯობა, ყვავილი რო გაჩუქოთ, ბედნიერ საღამოს გისურვებთ. იმედია გაგიხარდა და მოგეწონათ, ხო? არაფრის. ყველა ჩემი ეშენია ახლობები ვარ და მეთქმა და ჩემი ფურცელი არავის არ უნდა ვაფშე. რაგავაკეთო აბოც. მეგობრებო, ჩემი ფურცელისა მე მაგ და ვერ ვასაღებ. მარდა გულიც დავწერა. გადავწყვეტა რომ ფოტოს გადასაღებად სტორისთვის წავიდეთ ფაბრიკაში. მე ჩემი ბიუჯეტით მიდივარ მეტროთი, ბექა არ ვიცი ალბათ, მაგრამ ტაქსი წავა დიდი ალბათობით. მოკლედ, ჩემი მესამე დავალების დროს მოვიდა და როგორც მარიამმა თქვა, უნდა წავიდე ფაბრიკაში და გადავიღო ისეთი ფოტო, რომელსაც დავდებ Instagram story-ში და მე არ ვიცი გიორგი რა ტრანსპორტით გადაადგოდება, თუმცა მე ვინაიდან მაქვს ჯერ კიდევ საკმარისი თანხები, ამიტომ წავა ტაქსით. გამარჯობა. ეს თქვენ ცირედით, მაგრამ მთელი გულით. რეგულებას გისურვებ, ყველაფერი, ყველა ოცნება აგისურვება. ვადოთ. ხარე, წარმატებები. გადავიღე უკვე ფოტო როგორც ხედავთ და ტელეფონშიც კი მაქვს უკვე ეს და ეხლა მე ამას გავსწორავ და ჩემი მესამე მისია შესრულებულია. მართლა თქვა, აი აქ მაქვს უბრალო, მაგ ძალიან ცუდად თქვა, აი მართლა ძალიან ცუდად თქვა, მაგრამ თული მაგ აჩქარებული რა. მაქვს პოდიშ და პერგაბინები შეგწავა. თქვენ ახლა გიორგის რიგით მესამე დავალების შესრულებას უნდა ხედავდეთ. მაგრამ სასწრაფოს დავრეკოთ რა. გიო შვიდათ იყავი მალე. დამანაყე რაღაცია გეყვაწავი. მალე გამოხო გიო. გიო ნუ გეშინე, კარგად იქნებ გებცებ და 100 ლარს შენ ასლა შენ შევავსებ ხო. გიო დამშვიდი, კარგად იქნები. დაბუჟებული მაქვს ყველაფერი. ავყევი რა, პროსტა შეშფონსდა რაღაცა და ამექი ცოვნებ რომ მე მგონი გონებას ვკარგავ. მთავარია კარგად. მე გადავრჩი, აღარ დავეძებ.